მართავს ღონისძიებათა სერიას, კვირაულს ვეძახით, მაგრამ როგორც წესი სამ კვირამდე იწელება ხოლმე და მედიასთან მოპყრობის სტანდარტებს ადმინისტრაციულ ორგანოებში სახელმწიფოს ჩვენ გავაკეთეთ ანალიზი, რამდენად არსებობს სხვადასხვა ადმინისტრაციული შეფასება ადმინისტრაციული ორგანოები ვიდრე უпростоრად ვიდრე ვთხოვდე ნათია კაპაჭის, რომლის ფარგლებშიც განხორციელდა ეს კვლევა. ნათია გენდობა სხვადასხვა ადმინისტრაციულ ორგანოში თუ სასამართლოში და ხშუფტი, რომელიც სანდოობა სახელმწიფოს ხელისუფლების მიმართ სანდოობას ჩვენ მნიშვნელოვნად მიგვეცნია, რომ სწორედ ქვეყნის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით მედიას დაეწაფა ურთიერთობა საჯარო დაწესებულებებთან და ერთგვარ ჯონბასმა და მან ბრძანა, რომ სამწუხაროდ მედია ქვეყანაში არსებული როგორც წესი ასეთი სტანდარტები თითქმის არცეთ დაწესებულებაში არ არსებობს, არ გვხვდება ჩვენ გარკვეული შემუშავებული წესები თითქმის არ გვხვდება, ანუ ძალიან მცირე არის მცირე დოზით არის რამდენიმე წყებაში მოცემული, მაგრამ თითქმის არსად არ არის ცხადად გასაგებად გაწერილი, როგორი არის მაგალითად მედიასთან ურთიერთობის საკითხები დარეგულირებული, იქნება ეს მაგალითად ჟურნალისტების დაშვება შენობაში, იქნება მაგალითად ეს თქვათ გარკვეული დროითი პერიოდი, რა პერიოდშიც ჟურნალისტები ხერხებენ სასურველ რესპონდენტთან საუბარს თუ ასე შემდგომ. ანუ ეს ყველაფერი ჩვენ ვფიქრობთ, რომ კარგი იქნება და აუცილებელი არის, რომ გარკვეული სტანდარტები გაიწეროს, გარკვეული წესები შემუშავდეს, რაც წინასწარ, ასე ვთქვათ, მოლოდის გაუჩენდა მედიას და გასაგებს გახდიდა, მაგალითად, რომელი უწყებიდან როგორ შეიძლება კონკრეტული ინფორმაციის მოპოვება. მნიშვნელოვანი არის ის, რომ ჩვენს მიერ 50-მდე საჯარო დაწესებულებებთან იქნა გამოთხოვილი საჯარო ინფორმაცია, თუმცა აღმოჩნდა, რომ მხოლოდ 3-ს აქვს სპეციალური დოკუმენტი მედიასთან ურთიერთობის სტანდარტებთან დაკავშირებით. მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, რომ სახელმწიფოში შეიქმნას ერთიანი სტანდარტი, როცა ადმინისტრაციულ ორგანოებს ექნებათ კონკრეტული მითითება თუ როგორ მოხდეს მედიასთან ურთიერთობა.